აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა UNDP-ის პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა თხილნაში გამართეს. არატრადიციული კულტურებისა და პერსპექტიული ჯიშების სამეურნეო დახასიათება, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია, ცხოველთა ინფექციური დაავადებები. სპეციალისტებმა ფერმერებს კონსულტაცია ამ საკითხებზე გაუწიეს და ადგილობრივების შეკითხვებსაც უპასუხეს. მოსახლეობა ძირითადად მეფუტკრეობასა და კალმახის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდა. გაეროს პროგრამით ვატარებთ კონსულტაციებს ფერმერებთან ძირითადად მეცხოველების განვითარებაზე, ეს არის ვეტერინარული მომსახურება. თუ მეცხოველება უნდა განვითარდეს, აუცილებლად ვეტერინარული მომსახურება და ამ დარგის განვითარება ძირითადი არის პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, ჰელმინთებთან ბრძოლა და ასე შემდეგ. ყველა ამ ინოვაციებს ვაცნობთ და მოუწოდებთ ფერმერებს მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე თანდათანობით ერთდროულად, რა თქმა უნდა, ყველაფერი ამას მის საბაღე მეურნეობაში არსებულ ხელის ნარგავებს ვერ შეცდის, მაგრამ თანდათანობით რო შეცვალოს. როცა შედეგს სახეზე ხედავენ, დაინტერესებაც მათგან მეტი მოდის და ჩვენ შეძლების დაგმარად ვეხმარებით. ბავშვობიდან მეფუტკრეობას და მეკალმახეობას ვეწევით, მცირე ზომის. და რა თქმა უნდა, საინტერესოა ჩვენთვის როგორ მოუვაროთ პუტკარს, თევზს, როგორ გავამრავლოთ და ასე შემდეგ. საინტერესო რჩევები მივიღეთ, რა თქმა უნდა, გევითვალისწინეთ, მოგვს ეს ტელეფონის ნომრები, საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდებით და დაგვეხმარებიან.